სამი თვისება მეგობრებო, რის გამოც უჭირს დამოკიდებულ ადამიანს გამოჯამრთელება. პირველი ეს არის გამუდმებით უმადურ მდგომარეობაში ყოფნა. სულ უმადურია, ხო? სულ წუწუნებს, სულ უკმაყოფილოა, სულ არაფერი არ ყოფნის. რაც გააჩნია დღეს ცხოვრებაში, სახლი, კარი, საჭმელი, ოჯახის წევრები, მგონია რომ ეს ესედაც ესე უნდა იყოს. მაგრამ მეგობრებო, ეგრე არ არის, ძალიან ბევრ ადამიანს დღეს სახლი არ აქვს, საჭმელი არ აქვს, ხელი არ აქვს, ფეხი არ აქვს. და ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ღმერთმა მიცა ადამიანს, აი სულ უმადურობაში არის. თითქოს ეგრე უნდა იყოს და ეგრე არ არის მეგობრებო. ნომერ პირველი წესი თუ გინდა რომ გამოჯამრთელება დაიწყო და ეს შეძლო, მადლიერი უნდა იყო. ზოგადად რასაც აკეთებს შენს მიმართ ადამიანები, მაგის მადლიერი უნდა იყო. თუნდაც ამ ვიდეოს რო წერ, არავის არ ვაყვედი, მაგრამ თუნდაც მადლიერი უნდა იყო იმისთვის, რომ მე ეს დრო დავხარჯე რაღაც ავტვირთე და შენ ამ ვიდეოს მოусმინე. მადლიერი უნდა იყო იმის, რომ ოჯახის წევრი დღეს მოდის და გამოჯამრთელებას თავაზობს და შენ კიდე ხელს კრავ, თითქოს გეკუთვნის. და დამიჯერე ძალიან ბევრი ადამიანი მწერს დღეს, ვინც ოცნებობს, რომ ნეტა ვინმე დამეხმაროს. და ხვალვეწავალ რეაბილიტაციაში, ხვალვეწავალ დეტოქს. ამიტომ დააფასე მეგობარო და ნომერ პირველი წესი რაც არის, ეს არის რომ იყავი მადლიერი. მეორე არის ეგოცენტრული ჩვევა, რომ გონია ადამიანს რომ სამყაროს მისი ვალი აქვს. რომ ყველა მასთან არის ვალში, ყველა მას უნდა მოუფრთხილდეს, ყველა მის ემოციურ მდგომარეობას უნდა გაუფრთხილდეს, ყველა მის მდგომარეობაში უნდა შევიდეს. ყველა უფასოდ უნდა დაეხმაროს გამოჯამრთელებაში, თვითონ იკაიფებს, წააგებს 10,000-ობით, გაიჩხერს 20,000-ობით და მე ყველა მასზე უნდა იზრუნოს. მეგობრებო, გახსოვდეთ, სამყაროს ფეხებზე კიდია, თუდად ხარ თუ კარგად ხარ. ნუ გექნება ის მოლოდინი, რომ ვინმე მოვა და გადაგარჩენს და ვინმე ნომერ პირველ რაღაც პრიორიტეტად დაგაყენებს შენ. ერთადერთი ვისაც ადარდებს შენი კარგად ყოფნა და ცუდად ყოფნა, შენ თვითონ ხარ. და ნუ გექნება იმის მოლოდინში, რომ სამყარო შენს ირგვლივ ტრიალებს და ხამეები არ ძინავს ადამიანებს, შენ თუ გამოჯამრთელებას არ დაიწყებ. შენ თუ გამოჯამრთელებას არ დაიწყებ, ეგ მხოლოდ და მხოლოდ შენი პრობლემაა და შენ შეგიქმნის პრობლემებს. მე შეგიძლია იწუწუნო და რაც გინდა ის თქვა. ამიტომ ნუ იქნები იმის მოლოდინში და ნუ გონია რომ ხალხს ვიღაცებს შენი ვალი აქვს და ეხა მოვა ვიღაცა და შენ გადაგარჩენს, წაგიყვანს, უფასოდ გიმკურნალებს და ასე შემდეგ. ერთადერთი თუ გინდა კარგად იყო it's only your business, როგორც ამბობენ, ხო, ინგლისურად. მხოლოდ შენი საქმეა, მეტი არ არის. და მეგობრებო, მესამე რაც არის გამუდმებით გადაბრალება. აი გამუდმებით ადამიანი როდესაც ეძებს სულ მიზეზებს, ვიღაცას დააბრალოს თავისი თამაში, თავისი მოხმარება, ესეთ ადამიანსაც გაუჭირდება გამოჯამრთელება, იმიტომ რომ პრობლემა რა არის, ფაქტი ის არის, რომ წამალს ვიკეთე, ფაქტი ის არის, რომ ვალებში ვარ უკვე თამაშის გამო. ეს არის ფაქტი და ეხლა მიზეზები სამსახური დავკარგე თუ რაღაც ბავშვის სკოლის ფული მქონდა შესატანი და რაც თუ ქვეყანაში ვცხოვრობ და დოლარის კურსი ავარდა და ეგ ყველაფერი მიზეზები. მე დაავადებული ადამიანი თუ არ, რა ქვეყანაშიც არ უნდა ვცხოვრობდე და სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ერთნაირად მოვიქცევი, იმიტომ რომ პრობლემა რაღაც ქვეყანაში და დოლარის კურსში არ არის, პრობლემა არის ჩემს ქსელებში, ხო? სლოტ აპარატები მე ფინანსურ მდგომარეობას ვერ გამიუმჯობესებს და მეტადონის გაკეთება პახშიც ვერ მომიგوارებს ჩემს მდგომარეობას ან ქსინის გაკეთება. ამიტომ მეგობრებო, თუ გინდათ გამოჯამრთელება დაიწყოთ და თქვენი გამოჯამრთელება იყოს რაღაც ფუნდამენტურად მყარი, უმადურობა უნდა გადაიტანოთ მადლიერებაში. ის რომ სამყაროს თქვენი ვალი აქვს, არავის არ აქვს თქვენი ვალი და ერთადერთი თქვენ უნდა გადაარჩინოთ თქვენი თავი და ეს ეგოცენტრული მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ და მესამე უნდა შეწყვიტოთ გადაბრალება და ერთადერთი ვისაც შეგიძლია არ დააბრალო, ვისაც დაელაპარაკო, რომ როგორ გამოძეთ ამ პრობლემიდან, პირველი ხარ შენ და მერე უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ამ პრობლემიდან გამოყვანაში დაგეხმარო. დიდი მადლობა, მე ყველას გისურვებთ მშვიდ დღეს.